საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ვლადიმერ ალფენიძისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა. ვლადიმერ ალფენიძე, რომელსაც საზოგადოება ლადო ბახტრიონელის ფსევდონიმით იცნობს, აფხაზეთში გალის რაიონში დაიბადა. როგორც თანამედროვეები იხსენებენ, მისმა პოეზიამ იმთავითვე მიიქცია ცნობილი პოეტების ყურადღება. არანაკლებ საინტერესოა ლადო ალფენიძის სამეცნიერო მოღვაწეობა. ის ერთდროულად იყო პოეტი, ფილოსოფოსი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი. წლების განმავლობაში ეკავა სახელმწიფო მეთაურის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩევლის პოზიცია. კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, მეცნიერები, მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. გამოსვლელებმა გაიხსენეს ვლადიმერ ალფენიძესთან ურთიერთობის წლები, მისი შემოქმედებითი და საზოგადო მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდები. ისაუბრეს მასზე, როგორც გამორჩეულ სახელმწიფო მოღვაწეზე, რომელიც დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობებით თავის ქვეყანას უანგაროდ ემსახურა. მან ძალიან დიდი მემკვიდრეობა დატოვა. ის იყო ენციკლოპედიურად განათლებული ადამიანი. მე ბევრი არ მეგულება საქართველოში იმ დონის ზოგადი განათლების მქონე პიროვნება. ის შესანიშნავად ერკვეოდა მსოფლიო ლიტერატურაში, ფილოსოფიაში, კულტურაში, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოზე. მას მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი, როგორც ჟურნალისტს და სადაც არ ჩასულა, ყველგან საქართველოს ეძებდა და რაღაცას პოულობდა. და ძალიან კარგად იკითხება და დღესაც და ალბათ 100 წლის შემდეგაც ინტერესით წაიკითხავენ მის პუბლიცისტურ ნაშრომებს. მან ჩაიწერა თავისი სახელი იმ დიდ მატიანეთში, რომელსაც საქართველოს ისტორია ზოგადად წარმოადგენს. ამიტომ აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა აღვნიშნა მისი იუბილე, რომელიც მას ჰქონდა გასულ წელს, ის გახლავთ იმ საუკუნეს 37 წელს დაბადებული მარტში და დღეს ამ შესანიშნავ დარბაზში, ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკის დარბაზში მისდამი საღამოს ვაწყობთ და მინდა რომ ახალგაზრდობა მიცოდეთ მის შესახებ. დამიჯერეთ, რომ ეს ძალიან საინტერესო პიროვნებაა და სამწუხაროდ ბევრმა ახალგაზრდამ არ იცის მისი შემოქმედების მოღვაწეობის შესახებ. ამიტომ არა მას სჭირდება ეს, არამედ სჭირდება იმ თაობას, რომელიც დღეს არის, რომ გაიხსენონ და პატივი მიაგონ მის დიდ შემოქმედებას. ის რომ მოაწყო რაღაცნაირად სიმბოლურია, იცით, აფხაზეთის მთავრობამ, იმიტომ რომ წარმოშობაც ყველაფერი მისი შემოქმედება ძირითადად მისი სიყვარული მთელი ის იყო იქიდან და ეთმობოდა ამ ყველაფერს. და მე ერთ-ერთი რა ვიცი, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ მადლობელი ვარ უზემოდ და ეს არის მისი გახსენება, მისი წიგნების გახსენება, მისი შემოქმედების ზოგადად, მისი პოემების, ლექსების, პროზის, პოეზიის